60 კაცი ვართ, აი ეს. 60 კაცი ვენახები ამის გარდა სად არ არის. ჩვენ ვართ უპატრონო ქვეყანა. აი ზაქათალაში მიიღეს შარშანტი. იქ ეძებოთ აზერბაიჯანი. აქ კაცშვილი არ მოდის. ჩვენ პატრონი არ აყვავდა. ეს ვენახები კიდე წვიმა რომ მოიდეს მიწაში წავა. თეთრი ყურძენი გუფიძება ყველა და პატრონი არ აქვს. შავ ყურძენის 4 მანქანა გავიდა შავ ყურძენის. საფერას მიიღებ ჯერო და მე კიდე შტაბი არის გურჯაანი. მიიღებ საწითელი კიდე ჯერ. არავის არ დაგვიკერფია. არ და ფუჭდება უკვე. ხო. შტაბი გურჯაანი. ჩვენ პატრონი არ აყვავდა. ეს ვენახები კიდე წვიმა რომ მოიდეს მიწაში წავა. აი და წვიმები არ კიდე ბუზოლობია. 2000 ტონა ყურძენი გავხდები გადავყარ. არ არის, აი არც მარნებია. ერთი მარანია, წუნორი და იწასულები არიან. დღეს მიიღებენ, ხან მიიღებენ და რადეს მიიღებენ. 60 ტონას მიიღებ და 100 ტონას მიიღებ და აკარიეთე 700 ტონა. მაგაზე მეტი თუ არ არის. პირდებია მანქანებს გამოგზავნეს, დღესაც თვითონ 5 მანქანა გამოგზავნეს, ინოცმინდაში იწონება და ლილოში მიაქცო და დღეს მოვიდა 3 მანქანა იწონა სასწორად, წაიყვანეს ახლა ბიჭებმა კრეფავი. ვდგავართ ახლა ჩვენ საპირავის ხალხი ესე, არ მოვდის მანქანები. როიძახ შავი ყურძენს როიღებს ქარხანა, შავი ყურძენს როიღებს, თეთრი ყურძენს ვერ მიიღებს, სანამ შავი არ მორჩება. თქვენი ყურძენია? კი. როდის მოიტანეთ? ახლა მოიტანე. დღეს მოიტანეთ? კი. ჩაბარება უპრობლემოდ ხდება? დღეში საშუალოდ სადღაც 1000 ტონამდე ყურძენი გადამუშავება ხდება ჩვენს მიერ, ჩვენს სიმძლავრეებზე და ასევე ჩვენს მიერ იჯარით აღებულ სიმძლავრეებზე. გადამუშავება ხდება ერთდროულად საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში. არა, დედოფლის წყაროში ფიზიკურად ქარხანა არ არის და დედოფლის წყაროს უხდებოდა წნორის ქარხანაში, ანუ სიღნაღის რაიონში შემოტანა გურჯაანის, ასევე გურჯაანის რაიონში რაღაც რაოდენობა შემოსულია გურჯაანის რაიონში. რა თქმა უნდა. ორივე. ქაცეთელი და საფერავის, კი, რა თქმა უნდა. არის ინფორმაცია, რომ ჯერ ბარდება მხოლოდ წითელი და რამდენიმე დღეში თეთრი გაიცნო. არა, დღეს წითელს ვიღებთ ამ ქარხანაში, ზის გადაღმა კოტეჯის ქარხანაში, ჩვენ ვიგარებთ თეთრ ყურძენს, ისე რომ რა თქმა უნდა, სიმწიფეში შესული ყურძენი იკრიფება. არ არის აქ ქარხანა. არ არის. აი შენებინა მეთქი მაგაც 33 ქარხანა, აი აქ ჩვენთან. ხელისუფლებაში ნაციონალები არიან და ივანიშვილს რატომ დაეშენებინა? ფული აქვს ბევრი და იმიტომ. და ხელისუფლებას არ აქვს, ხელისუფლებამ არ უნდა ისრუნოს? ხელისუფლებას ხალხის ფული აქვს. ყურძენი მოიყვანა ხალხმა, პროდუქცია შექმნა და ვერ ყიდის. პრობლემა არ არის? 32 ქარხანაო რო იძახიან. სად არის? 12 იყოს, აღარ გვინდა 32. 2 იყოს, არ არის. პიარი მარტო მივიდეს და ვიღაცები მიიყვანოს რაღაცას და ვითომ ფული ააღებინა და ხალხი აი დგა. გამდებელმა თქვენ რა გითხრათ, როდის წავიდა? სასულია და გავიგებო ბარებში. წავიდა. გურჯაანში წავიდა? დღეს წავიდა, წონოში წავიდა მე მგონი, გურჯაანში რაღაც. ანუ ეხლა აქედან პირდაპირ ქარხანაში წავიდა. ქარხანაში წავიდა, ქარხანასაც შევეკითხებო, გავიგებო და ნახო. ელოდებით ეხლა. ელოდებით იმას რა პასუხს ამაიტოს. თან რიქითრე ფუჭდება, აი თეთრი. ვა. ასაი ქარხანაში არ მიიღებენ.